სახელოსნო ორი არტსა და აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის ინიციატივით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში არტ-ფესტივალი 2017 გაიმართა. არტ-ფესტივალზე გამოიფინა 100-მდე მხატვრის ფერწერული, გრაფიკული, გამოყენებითი ხელოვნებისა და ქანდაკების ნიმუშები. ფესტივალის მიზანი სხვადასხვა თაობის მხატვრის ერთ საგამოფენო სივრცეში თავმოყრა, ინფორმაციის გაცვლა და პოპულარიზაცია იყო. დამთვალიერებლებს წარმოდგენილი ნამუშევრების შეძენა შეეძლოთ. შემოსული თანხის ნაწილი ვალერი არქანიას არტ-გალერეის განვითარებას მოხმარდება. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების სფეროს მოღვაწეები, კრიტიკოსები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ არის არაჩვეულებრივი ინიციატივა, რომ 100 მხატვრის თავმოყრას და ერთ სივრცეში გამოფენას ძალიან დიდი შრომა ჭირდება და მე მინდა ბატონ დავით ბაძაღუას და ამირან კუპრავას დიდი მადლობა უთხრა, რომ ჩვენ მოგცა შესაძლებლობა ამდენი ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედება ერთ სივრცეში გვენახა. დღეს არის ზეიმი ჩვენთან სამინისტროში, იმიტომ რომ აი საოცარი ფერებია, საოცარი მხატვრებია გამოფენილი, გამოფენა გაყიდვა, მხატვრებთან ერთად, მუსიკოსებთან ერთად, მსახიობებთან ერთად ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ აფხაზებსაც უთხრათ, რომ ჩამობრძანდნენ, ჩამოინტერნონ თავიანთი ნახატები და ეს გალერეა ღია მათთვის. მე პირველად არ ვიღებ გავს გამოფენაში მონაწილეობას, მაგრამ ამ ტიპის არტ-ფესტივალი, რა თქმა უნდა, პირველი არის, ძალიან საინტერესო არის და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ახალბედა და დამწყები მხატვრები, ისეთი როგორც მე ვარ და ძალიან კარგი და სასიამოვნო იქნება თუ სისტემატიური სახე მიეცემა ასეთ მსგავს გამოფენებს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან აი იმდენი მხატვრები მოგროვდა და უნიკალური ნამუშევრები გამოიფინა. რამოდენიმე ნამუშევარია ჩემიც წარმოდგენილი, ჩემი დიდი სურვილია ისწავლონ მოზარდებმა ლამაზად წერა. მშვენიერება ანბანი არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი წინაპრებისა. დღეს გამოიფინა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები. აერთიანებს როგორც ძველი, ისევე ახალი თაობის მხატვრებს. თემაში შეზღუდულები არ ვიყავით და ამიტომ თავს უფლება მივეცით, რომ ჩვენი ხედვით, ჩვენი განცდებით გამოგვეფინა ნამუშევრები.